ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი, გეშტალთერაპევტი ვახტანგ კეჟერაძე, ვინც არიცნობთ. ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს მე დავახოს ჭრილზე საუბარი. ეს იუნგისეულ ჭრილზე და ასტროლოგიურ ენაზე ეს არის შავი მთვარის ენერგია. ეს არის სხვა შეც არა მარტო შავი მთვარის, მათ სატურნი შემოდის ჭრილში, სატურნული ენერგიაც არის. შიშები, სხეულებრივ შიშებში რო გადადის უკვე სატურნი, ეს სომატური, ხო, ეს უკვე სატურნის ენერგიაც არის, მაგრამ შეფენილი არის ხოლმე ეს შავი მთვარის ენერგია, ხო, ჭრილის და მე ახსნი ჩემ პრაქტიკაში მაგალითად უფრო პირად რუკებზე რომ მუშაობ, თქვათ, აი ამ ჭრილთან ჩემს საყვარელი თემა არის უფრო ტრენინგებზე ვიც მქონია ხშირად. აი ამ ჭრილთან ინტეგრაციით, აი ამ ტკივილთან, ჭყალებში, ვის რა ტკივილი აქვს სხვადასხვა არის, ახლა ზოგთან ტკივილი ესე სიტყვა არ მოდის და შფოთვა მოდის. მაგალითად ზოგთან მოდის იქ მენტალური დაბნეულობა ყოლებში ზოგჯერ შფოთვა დაცვა პირველი შეტკივილია და შფოთვა ზედაპირზე სიმპტომია უბრალოდ ხო და ყველას თავისებური აღქმა აქვს მაგრამ ძირში მაინც ეს ტკივილის ენერგია შემოდის და ამის მიღებით ხო ავდივართ ნენელა სელენას ენერგიაზე ჩემენაზე რო ელაპარაკოთ ჩემთან რომ მოდიან ძალიან ღრმა თემას თუ დავამუშავებთ მე თერაპია არის უკვე საჭირო კიდევ უფრო ჩაუღმავდეს ადამიანი behaviorism-ის არის საჭირო ეხა კი ერთი გავაცნობიერე მაგრამ მე უნდა დავგეგმო თქვათ რას ვაპირებ შემდგომ ან ქცევაზე ქცევით როგორ დავუხსნათ twins რო ხო იმისი სიბზნის რასაც ვწდები ასტროლოგიით მათ შორის პირველ რიგში და როდესაც ამ არქეტიპულ ენერგიას რომელიც არის ღრმად ჩრდილოვანი მტკივნეული როგორც ჩვენ თქვი ამას ეხები აუცილებლად ჭირდება დაგრაუნდება ამას მიზახით დაგრაუნდება დისციპლინა პასუხისმგებლობის აღება და ცდილობა რომ რაღაცნაირად ეს ინფორმაცია არ დაიფანტოს მტკივნელთან შეხვედრა ნებისმიერ ღრმა ემოციასთან შეხვედრა რომელიც ჩრდილშია მოითხოვს გამძლეობას და ანუ სატურნის გარეშე აბსოლუტურად გეთანხმები რომ შეუძლებელია შეეძლო და ამ განცდებიდან შექმნა რამე პრაქტიკული და ცხოვრებაში რეალური ცვლილების განახორციელება ქცევაში ურთიერთობებში და შეცვალა ცხოვრებისეული სცენარი სადაც ცხოვრობ და ცვლილების გაცნობიერება პირველი შრეა და პირველი ნაბიჯია ჩრდილთან შეხვედრა მაგრამ ჩრდილთან შეხვედრა ისეთი გამოცდილებაა რომ ხშირად ადამიანი ძალიან ძლიერ ემოციას განიცდის და ინტენსიური გამოცდილებაა ყოველთვის მაგრამ ზოგჯერ იმდენად მტკივნეული რომ შეიძლება ესე ვთქვათ ცნობიერმა დაცვითმა მექანიზმებმა ეს ცოდნებიც რაღაცნაირად მიაყუჩოს ისევ ჩრდილს ხო მქონია მე ჩრდილში მიუჩინოს ამას ადგილი და რამდენიმეჯერ შეიძლება კონდეს ადამიანს მცდელობა რომ შეხვდეს აი კონფრონტაცია გააკეთოს საკუთარ ჩრდილთან